მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენი დღევანდელი გაშლის თემა იქნება რას ფიქრობს ჩაფიქრებული პიროვნება და პირდაპირ არ გვეუბნება. მეგობრებო, ეს არ ვიცი, დაინახეთ, თავის დამხვდა, რაღაც სიმბოლურია. ჩემს ტაროს არხსაც ქვია არკანი ძალა და მოხდა არკანი ძალა. რა შემიძლია გითხრათ არკან ძალაზე? ეს არის სუფუქი, ნაზი, ქალის ენერგია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ძალის დამორჩილება. შეუძლია კლასიკურ დასტაზე არკანი ძალა გამოსახულია, როგორც ნაზი გოგონა როგორ ითვინიერებს ლომს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალის ძალას ყველაფერი შეუძლიათ. ანუ მეგობრებო, იმის თქმა მინდა, რომ ქალის ძალას ყველაფერი შეუძლია. ანუ თქვენ რას ფიქრობს? ფიქრობს, რომ მასზე გაქვთ დიდი ძალა. დიდი ძალა, მეგობრებო. რომ თქვენ ხართ მის ქვეცნობიერში, მის ფიქრებში, შეგიძლიათ მისი მართვა. რას ფიქრობს ჩაფიქრებული პიროვნება და არ ეუბნება იმ გოგონებს, რომლებიც ახლა მეგობრებს. ფიქრობს, მეგობრებო, ფიქრობს. რას ფიქრობს? ის ფიქრობს, რომ თქვენს მიმართ აქვს დიდი ვნება, სურვილი, რომ ხართ მის თვალში ძალიან ტემპერამენტიანი ქალი, ძლიერი ქალი, მოქმედებებზე ორიენტირებული ქალი, რომლისთვისაც თუ რამეს დაისახავს მიზნად, მიღწეველი არაფერია. გრძნობიარე ქალი, ემოციური, შესაძლოა წყლის სტიქიის წარმომადგენლებიც მიყურებდეთ, ან ადამიანები, რომლებსაც გაქვთ წყლის სტიქიის გავლენა, ან ამ წუთას ხართ ისეთ მდგომარეობაში, როცა ხართ შეყვარებულები, გრძნობებში. თავისით ხტუნაობენ ჩვენი ტაროს არკანები. ელოდებით. იცის რომ ელოდებით. რას ფიქრობს? ფიქრობს, რომ სხვა მიმართულებით იყურებით. ფიქრობს, რომ უკვე ახალ შესაძლებლობებს უყურებთ. და ზურგი აქციეთ მას. კიდე რას ფიქრობს? როგორი ადამიანია ჩაფიქრებული პიროვნების თვალში? გოგონა, რომელიც ახლა ამ ვიდეოს უყურებს. კიდე აურია კარტი, დასტა, დაინახეთ თქვენც და ამოვიდა ისევ არკანი ძალა. ფიქრობს, რომ არ ვიცი, ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ ძალიან დიდი ძალა გაქვთ მასზე. ძალიან დიდი ძალა გაქვთ მასზე, ნახეთ. აი როგორი ხართ? ნახევრად ლომი. და როგორ ათვინიერებთ პატარა კრავს. ათვინიერებთ არა, თქვენს ხელშია კრავივით ის ადამიანი. ძალიან ბევრს ფიქრობთ თქვენზე. მეგობრებო, მე იმას გეუბნებით, რასაც ტაროს არკანები მეუბნებიან. აი ნახეთ, რამდენს ფიქრობთ თქვენზე. ძალიან ბევრს. თქვენ ხართ მისთვის მზე. მზე ხართ. პოზიტივი, იმედი, ბედნიერება, სიხარული, მომავლის რწმენა. ძალიან ბევრს ფიქრობს და ეს ფიქრები არის უსაფუძვლო. არ ვიცი, აი ნახეთ კარგად. დღე და ღამე თქვენზე ფიქრობს, თან უსაფუძვლოდ. როგორც წინა ვიდეოებში, არ ვიცი, სულ ესე ემთხვევა, ეს ადამიანი ფიქრობს, არ ვიცი, ერთი და იგივე გოგონები მიყურებთ ალბათ, რომ ამ ურთიერთობაში ყველაფერი დამთავრდა, ყველაფერი დასრულდა და არ იცის, რომ გამოსავალი არსებობს. აი, ფიქრობს. შესაძლოა მესამე ფაქტორები იყოს ჩარეული ამ ურთიერთობაში. შესაძლოა.
მესამე პირები. ვიღაცასთან დედა იქნება, ვიღაცასთან შეიძლება დაახლო მეგობარი ან არ ვიცი, ადამიანი, რომელთანაც აქვს კავშირი, ცოლი, სხვა ქალი. ალბათ ბევრი მიყურებთ და შესაბამისად ვიდრე გავაგრძელებდე, გაშლას მინდა 2 სიტყვით გითხრათ ჩემზე. ანუ ის ყველაფერი ახლა რასაც თქვენ გადიხართ პირადში სირთულეები, თუ გაქვთ ვიღაცას, უბრალოდ ინტერესი აქვს სირთულეები შეიძლება სულაც არ გქონდეს და ჰარმონიული ურთიერთობა გქონდეს. ანუ ალბათ ყველა ქალი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გავდივართ და მეც გამოვიარე წლების განმავლობაში. ვიყავი ჩაკეტილი საკუთარ თავში და ორიენტირებული ვიყავი პირად განვითარებაზე. არ მინდოდა არავისთან კონტაქტი, არ მინდოდა ზედმეტად ხალხში ყოფნა და მთლიანად ჩართული ვიყავი. გადმორთული ვიყავი საკუთარ თავზე, მოგზაურობდი საკუთარ ქვეცნობიერში, კითხულობდი წიგნებს, არ ვიცი, უამრავი წიგნი წავიკითხე, ვეძებდი გზებს, როგორ გამომეყვანა ჩემი თავი იმ მდგომარეობიდან, როცა ცხოვრების ყველა მიმართულებით, ყველა სფეროში მქონდა, მოკლედ ჩიხში ვიყავი. და ალბათ არის ადამიანი, ვისაც რაღაც მეთქმის, ანუ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, არავის ჭკუის დარიგებას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ, უბრალოდ შემიძლია ჩემი ცოდნა გაგიზიაროთ და ერთადერთი რამ მინდა გითხრათ. როგორც ამას ჩემი მასწავლებელიც მეუბნებოდა და როგორც ამას ჩემი სულიერი წინამძღვრებიც მეუბნებიან, არავის არ აქვს თავისუფალ ნებაში ჩარავის უფლება ჩემო მეგობრებო. ეს რა თქმა უნდა თქვენი ნებაა, როგორ მოიქცევით, რას გააკეთოთ, მაგრამ პირადად მე არ მომმართოთ ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ამით ალბათ ბევრს აქვს ნათქვამი, რომ ვიმძიმებთ ჩვენს კარმას და არ შეიძლება, ანუ ადამიანს სხვა არსებებისგან ის განასხვავებს, რომ აქვს თავისუფალი ნება, ბოძებული უფლისგან, რომელზეც ზემოქმედება არ შეიძლება. შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ ფიზიკურ სამყაროში ვარღვევთ ადამიანები ერთმანეთის თავისუფალ ნებას, მაგრამ სულიერ სამყაროში, სულიერი სამყაროს დონეზე ეს ქმედება აუცილებლად ისჯება. მეგობრებო, ყველაზე ადვილი გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის ნაკლები ფიქრი იმ ადამიანზე და კონცენტრირება საკუთარ თავზე. შეიძლება ბანალურად ჟღერს, მაგრამ ეს არის ყველაზე სწორი გამოსავალი იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ზედმეტი ფიქრებით ქმნით ენერგობლოკებს, ეს რეალურია, ეს ნამდვილია, დამიჯერეთ და პირიქით არ ვაძლევთ საშუალებას, რომ ის ადამიანი გამოჩნდეს ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენი ზედმეტი ფიქრებით, მეგობრებო. პირიქით, რაც უფრო გადაერთვებით თქვენს თავზე და ალბათ ამას ყველა გეუბნებათ და ეს რეალურია და იმიტომ გეუბნებათ ყველა. რთული ამ ვითარებაში საკუთარ თავზე გადაერთვა, მაგრამ უნდა მოძებნოთ, გამონახოთ თქვენში ის ძალა, გადაერთოთ საკუთარ თავზე, ჩაუღრმავდეთ, არ ვიცი, სულიერებას მიმართოთ. ეს პროცესიც იმიტომ იწყება ჩვენს ცხოვრებაში, რომ მოხდეს ჩვენი ტრანსფორმაცია, რომ გავთავისუფლდეთ მიჯაჭვულობებისაგან. ასეთ ურთიერთობას